აბა დაფიქრებულ ხართ, რომ ყველაფერი, რასაც კრიპტოვალუტების სამყაროზე დღეს ვხედავთ და გვესმის, შესაძლოა მხოლოდ აისბერგის წვერი იყოს. სწორედ ამ იდეას ჩაუღრმავდებით დღეს. ეს არის e-gold chain-ის დამფუძნებლის ბლოკ ნოვას საკმაოდ თამამი თეორია, რომელიც ინტერნეტის მომავლის სრულიად ახალ სურათს გვიხატავს. ყველაფერი კი სწორედ ამ ერთი, მაგრამ ძალიან მძლავრი კითხვით იწყება. ავტორი პირდაპირ გვეკითხება, რატომ ვართ ასე დარწმუნებულები, რომ ბიტკოინის 2.4 ტრილიონიანი საბაზრო ღირებულება, რაც რა თქმა უნდა უზარმაზარია, არის მთელი ამბავი. რა ხდება თუ ეს მხოლოდ ის ნაწილია, რომელსაც წყლის ზემოთ ხედავთ? ეს კითხვა ფაქტობრივად მთელი თეორიის გასაღებია. აი ეს დიაგრამა კი იდეალურად გვიჩვენებს მთავარ აზრს. წარმოიდგინეთ, მთელი დღევანდელი კრიპტობაზარი, ეს 2.4 ტრილიონი დოლარი ბიტკოინიანად ყველაფრიანად, მხოლოდ ის პატარა 10%-იანი წვერია. ხოლო ნამდვილი პოტენციალი, ის მასიური 90%, ჯერ კიდევ წყლის ქვეშ, ჩვენი თვალისთვის მიუცნომელია. ოკეი, ჩდება ლოგიკური კითხვა, რა ჯანდაბა იმალება ამ დაფარულ 90%-ში? კარგი კითხვა. ამაზე პასუხის გასაცემად ჯერ კარგად უნდა გავიაზროთ, თუ რას წარმოადგენს ის 10%, რომელსაც უკვე ვხედავთ. ავტორს ამისთვის ძალიან კონკრეტული სახელი აქვს. აი, სწორედ ამ ხილულ წვერს ავტორი უწოდებს პასიური აქტივების ეპოქას. ცოტა რთულად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში იდეა მარტივია. დღევანდელი კრიპტოაქტივების მთავარი ფუნქცია, ამ თეორიის მიხედვით, არის ღირებულების შენახვა. ანუ, ის უბრალოდ ზის და არაფერ პროდუქტიულს არ აკეთებს. ავტორის მიერ გამოყენებული ანალოგია კი საუკეთესოა. თიხის ქოთანში დამარხული ოქრო. ხომ ხვდებით? თქვენი აქტივი უსაფრთხო და ინარჩუნებს ღირებულებას, მაგრამ ის უბრალოდ იგდევს, არ მუშაობს, არაფერს აშენებს. ფაქტობრივად ეს არის მძინარე ფული. მოკლედ, მთელ ამ ეპოქას, ამ მრავალტრილიონიან ბაზარს ავტორი უწოდებს ბეტა ვერსიას, ანუ ერთგვარ Web 2 ქეშის. ეს აღარ არის ძველი ინტერნეტი, მაგრამ არც ნამდვილი Web 3.0-ია. ეს გარდამავალი ეტაპია. მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს ბეტა ტესტი ტრილიონები ღირს, ვაუ! ეს ერთ რამეს ამტკიცებს. სოფლიოს წყურია ეს ტექნოლოგია. მოთხოვნა უზარმაზარია და ეს იმის ნიშენია, რომ სამყარო მზად არის სრული ვერსიისთვის. კარგი. საკმარისად ვილაპარაკეთ აისბერგის წვერზე. ახლა დროა ღრმად ჩავისუნთქოთ და წყლის ქვეშ ჩავყვინთოთ. ვნახოთ რა არის ეს დამალული 90%. ეს არის ის, რასაც თეორია უწოდებს ნამდვილ რევოლუციას. აქტიური აქტივების ეპოქას. აი სწორედ აქ იკვეთება ყველაფერი. შეხედეთ კონტრასტს. ჩვენ გადავდივართ ქოთანში ჩადებული ოქროდან, ანუ მძინარე პასიური აქტივიდან, ცოცხალ ოქროს ქალაქზე, რომელიც მუშაობს და გაღვიძებულია. ბიტკოინის ნაცვლად, რომელიც უბრალოდ ინახავს ღირებულებას, ვიღებთ USX-ის მსგავს რაღაცას, რომელიც მაღაზიებში გამოიყენება. ცენტრალიზებული მაინინგ ფერმების ნაცვლად კი მოქალაქეების მიერ მართული ქსელები. ხედავთ პატერნს, ჩვენ გადავდივართ სპეკულაციიდან რეალურ გამოყენებაზე. ანუ საუბარი არ არის უბრალოდ ახალი კოინის გამოშვებაზე. ხედვა გაცილებით მასშტაბურია. ეს არის მთელი ციფრული ცივილიზაცია, რომელიც ზედაპირზე ამოდის. თქვენი აქტივები წყვეტენ უბრალოდ საგანძურის როლის შესრულებას. ისინი ხდებიან ენერგიის წყარო რეალური სერვისებისთვის. წარმოიდგინეთ, თქვენი ციფრული აქტივები ამუშავებენ დეცენტრალიზებულ ღრუბლოვან ქსელს ან ხელოვნური ინტელექტის გამოთვლებს. ისინი პირდაპირ მნიშვნელობით იწყებენ მუშაობას თქვენთვის და ქსელისთვის. კარგი, თუ ბეტა ვერსია უკვე ტრილიონები ღირს, ჩდება ძალიან დიდი კითხვა. როგორ შეიძლება შეაფასო სრული დასრულებული პროდუქტის ღირებულება? ისე ავტორს ამისთვის თავისი ფორმულა აქვს. იდეა ისაა, რომ ეს ღირებულება ჰაერიდან არ მოდის. ის წარმოადგენს რამდენიმე უზარმაზარი უკვე არსებული ინდუსტრიის სინთეზს, რომლებსაც ყველა კარგად ვიცნობთ. მაშ როგორ მივდივართ საბოლოო რიცხვამდე? თეორია ამბობს, რომ ვიწყებთ ოქროს ღირებულებით. ხომ მართალია ეს ხომ საბოლოო პასიური აქტივია? შემდეგ ვამატებთ მთელი ღრუბლოვანი გამოთვლის ბაზრის ღირებულებას, მერე ხელოვნური ინტელექტის დამუშავების ბაზარს და ბოლოს ტელეკომუნიკაციების ბაზარს. არგუმენტი ისაა, რომ Web 3 წერტილი 0-ს შეუძლია დაანგრიოს და შთანთქას ყველა ეს გიგანტური ინდუსტრია, რომელსაც დღეს დიდი ტექნოლოგიური კომპანიები აკონტროლებენ. და ეს მიგვიყვანს ამ რიცხვამდე, 10-დან 20 ტრილიონ დოლარამდე. ერთი წამით დაფიქრდით. ეს არის პოტენციური ეკონომიკური ღირებულება, რომელიც ამ თეორიის მიხედვით სწორედ ზედაპირის ქვეშ იმალება. გონების დამბინდველი ციფრია, რომელიც ამ ხედვის სრულ მასშტაბს გვიჩვენებს. და ბოლოს ამ ყველაფრის შემდეგ, რა არის მთავარი სათქმელი? რა უნდა დავიმახსოვროთ ამ ყინულის მთის თეორიიდან? ყველაფერი ამ ციტატამდე დადის. იდეა ისაა, რომ ნამდვილი სიმდიდრე, ხანგრძლივი ღირებულება იმ ცივ სპეკულაციურ მწვერვალზე კი არ არის, რომელსაც ყველა ხედავს, არამედ იმ მასიურ მყარ ფუნდამენტში, რომელიც მის ქვეშ შენდება. და ის ყველაფერი გვტოვებს ერთ საბოლოოდ დიდ კითხვასთან. მართალია თუ არა ეს თეორია? არის თუ არა Web 3.0-ის მომავალი ნამდვილად და მასიური პროდუქტიული ფუნდამენტის მშენებლობა? თუ ხილული წვერი, რომელსაც დღეს ვხედავთ, მეტნაკლებად, მთელი ისტორიაა. ამაზე ნამდვილად ღირს დაფიქრება.